საერთო რეტრო გადაცემის ფონზე სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს მეხუთე თაობის კონსოლების გრაფიკაზე მიბაძვა. საუბარია PlayStation პირველის და მისი უხეში მოდელების და გამოსახულების კანკელზე. თანამედროვე დამოუკიდებელი ავტორები და მსხვილი სტუდიებიც კი ბაძავენ ასეთ გრაფიკას. ასევე პოპულარულობას იკრებს თანამედროვე თამაშების დიმეიქები. როდესაც იღებენ თანამედროვე თამაშს და ცდილობენ მისი გრაფიკის, სტილის და ხმის მიმსგავსებას მეხუთე თაობის კონსოლების თამაშებისთვის. PlayStation პირველზე, Sega Dreamcast-ზე, Nintendo 64-ზე და Nintendo DS-ზე. მოდით ერთად ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ კეთდება ასეთი გრაფიკა და რატომ არის ის პოპულარული. ვიდეო სხვადასხვა ადგილას გადატვირთული გამოვიდა რთული ტერმინოლოგიით, მაგრამ გპირდებით, თუ ბოლომდე მოისმენთ, სრული წარმოდგენა გექნებათ დიმეიქების ფენომენის შესახებ. ეს რეტრო დილეტანტის არხია. მოთავსდით კომფორტულად და დავიწყეთ. PlayStation პირველის თამაშების ყველა თავისებურება აპარატულ შეზღუდვებს ეყრდნობოდა. საკმაოდ მოგრძალებული კომპლექტაციის პირობებში PlayStation პირველს ჰქონდა მხოლოდ 1 მეგაბაიტი მეხსიერება. კონსოლს შეეძლო წამში 380,000 პოლიგონის დამუშავება ან 12,000 ფერი ერთ კადრზე. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ წამში 30 კადრში მუშაობდა. თუმცა აპარატურაზე საერთო დატვირთვის გამო დეველოპერები ცდილობდნენ არ გამოიყენებინათ 10,000 პოლიგონზე მეტი ერთ კადრში. პოლიგონი ეს არის სამკუთხედების რაოდენობა, რომლისგანაც შედგება ყველაფერი, რასაც ხედავთ ეკრანზე. რაც უფრო მეტია მათი რაოდენობა, მით უფრო ხარისხიანი და დეტალური გამოდის ობიექტები ეკრანზე. PlayStation პირველის თამაშები ვრცელდებოდა CD დისკებზე, რომელთა მოცულობა სულ რაღაც 700 მეგაბაიტი იყო. თუ თამაში მეტ ადგილს იკავებდა, დეველოპერებს ხელოვნურად უწევდათ გამოსახულების ზომების შემცირება. ამიტომ ბევრი პროექტი 15 ბიტიან ფერში იწერებოდა დისკზე, ანუ 32 და 768 ფერში გავრცელებული 32 ბიტის ნაცვლად, რაც 16 მილიონი ფერი იყო. როდესაც ფერების რაოდენობა მცირდება, თამაში წარმოიქმნებოდა ეგრეთ წოდებული მახის ზოლები. ეს არის ოპტიკური ილუზია, რომლის გამოც ძლივ შესამჩნევი. ერთი და იმავე ფერის ჭრდილები ერთმანეთთან შეხებისას უფრო მკვეთრი ხდებოდა. ამ ზოლებისგან თავის დასაღწევად დეველოპერები იყენებდნენ ეგრეთ წოდებულ დიზერინგს. ის სურათში ვიზუალურ ხმაურს ამატებდა, რაც ძალიან დაბალი ფერის სიღრმის პირობებში მაღალი დეტალიზაციის ილუზიას ქმნიდა. ამგვარად, მახის ზოლები გლუვდებოდა და თვალში ნაკლებად საცემი ხდებოდა. ეს დიზაინინგი ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მობილურ თამაშებში, მონაცემების მოცულობის შესამცირებლად. PlayStation პირველის თამაშებში ხშირად წარმოიქმნებოდა მოდელების და გარემოს ეგრეთ წოდებული მერყევე წვეროების ეფექტი. ისინი ერთი პოზიციიდან მეორეში ხდებოდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოთამაშე კამერას ამოძრავებდა. ეს პირველ რიგში იმის გამო ხდებოდა, რომ კონსოლს არ შეეძლო პოლიგონების წვეროების დამოუკიდებლად გადაადგილება რაკურსის შეცვლისას და ისინი ავტომატურად უკავშირდებოდნენ სივრცეში არსებულ წერტილებს. ვიდეო მეხსიერების სიმცირის გამო დეველოპერებს უწევდათ მასობრივი სცენებისა და გარემოს დეტალიზაციაზე ძალიან ეკონომიურად მუშაობა. ხშირად იყენებდნენ ბრტყელ, დაბალი დეტალიზაციის მქონე სპრაიტებს. გარდა ამისა, ასევე უწევდათ შეემცირებინათ ხედვის არეალი დიდი რაოდენობის მაღალი დეტალიზაციის მქონე მოდელების რენდერისას, რადგან სიმძლავრე არ იყო საკმარისი. ამიტომ Spider-Man-ის შემქმნელებმა უბრალოდ ჰაერში განათავსეს შენობები და სიცარიელე ნისლით დამალეს. სოფლიოში ცნობილი Silent Hill-ის ნისლი სწორედ ამ პრობლემას აგვარებდა. თანამედროვე თამაშებს 16 გიგაბაიტის ოპერატიული მეხსიერება სჭირდება. PlayStation პირველს კი მხოლოდ 2 მეგაბაიტი ჰქონდა და დეველოპერებს მოუწიათ ხრიკის მოფიქრება, რომელიც სწრაფად ჩლიდა მოთამაშის მიერ გავლილ მონაკვეთებს და ტვირთავდა ახალ ნაწილებს მოძრაობაში. Naughty Dog-ის დეველოპერის Dev Byte-ის თქმით, Crash Bandicoot-ის თითოეული სეგმენტი 10 მეგაბაიტს იწონიდა და მთელი ეს მოცულობა ნაწილ-ნაწილ უნდა ჩატვირთულიყო და გადმოტვირთულიყო მოთამაშისთვის შეუმჩნევლად. საბოლოოდ დეველოპერებს მოუწიათ სპეციალური swap ფაილის დაწერა, რომელიც კონტენტს 64 კილობაიტიან ნაწილებად ყოფდა. თითოეული ლეველის გავლისას კონსოლი მეხსიერებიდან ჯერ ტვირთავდა, შემდეგ კი ცლიდა ობიექტებს. ამისთვის ავტორებს უამრავი ოპტიმიზაციის მეთოდის გამოყენება მოუწიათ, მაგალითად მეხსიერების მენეჯმენტი და დისკზე ბაიტების ფიზიკური განლაგების მართვა. ამან კონსოლს საშუალება მისცა წამში 300 კილობაიტის სიჩქარის პირობებშიც კი მოესწრო სეგმენტის ყველა საჭირო მონაკვეთის ჩატვირთვა. ტექნიკური შეზღუდვების გამო PlayStation პირველის პერსონაჟები დაბალპოლიგონიანი იყო.
ანუ სამკუთხედების მცირე რაოდენობისგან შედგებოდა. იმ დროის თამაშები მკაცრ წესს იცავდა 500-600 სამკუთხედი მნიშვნელოვანი პერსონაჟებისთვის და ნაცილებით ნაკლები მეორეხარისხოვანისთვის. იაპონურ RPG Vagrant Stories პერსონაჟები დაახლოებით 500 სამკუთხედისგან შედგებოდა, ხოლო პირველი Metal Gear Solid-ის მთავარი გმირები 650-ისგან. დღეს თამაშებში გაცილებით მეტ პოლიგონს იყენებენ. მაგალითად, ელის მოდელი Last of Us 2-დან შედგება უკვე 50,000-ზე მეტი სამკუთხედისგან, ხოლო კრატოსის მოდელი God of War-დან 120,000-ისგან. ასევე PlayStation პირველის ეპოქაში ბევრი დეველოპერი ქმნიდა გმირების 3D მოდელებს სხვადასხვა ნაწილებისგან. ამის ნათელი მაგალითია Metal Gear Solid, პირველი, სადაც პერსონაჟების ხელები ცალკე ობიექტებად იყო გაკეთებული და ტანზე მიმაგრებული. ეს ხრიკი უფრო დეტალური და რთული ანიმაციის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა, თუმცა ძალიან ხშირად უცნაურად გამოიყურებოდა. ხშირად მხატვრები ყველა ტექსტურას ერთ ატლასზე ანთავსებდნენ მოდელების სწორი ხაზებით გამოსახვით. ეს იმისთვის კეთებოდა, რომ სანგანზომილებიან სივრცეში ტექსტურების განლაგება გაადვილებულიყო. აი მაგალითად Metal Gear Solid-ის ტექსტურები ატლასი რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი, ისევ კონსოლის შეზღუდვების გამო. გარემოს შექმნისას დეველოპერები ეშმაკობდნენ, მაგალითად რესურსების დაზოგვის მიზნით თამაშების უმეტესობაში გლობალური სინათლის წყაროს ნაცვლად იყენებდნენ ეგრეთ წოდებულ baked lights, გამომცხვარ განათებას, ანუ სინათლის თამაშის იმიტაციას. სინათლის წყარო როგორც ასეთი არ არსებობდა. ეს უბრალოდ ობიექტი იყო გაზრდილი სიკაშკაშით, ხოლო მის ირგვლივ გავრცელებული შუქი მისგან დამოუკიდებელი იყო. მოდელებზე განთავსებული ტექსტურების წყალობით სინათლე ცალკე ფენაზე იხატებოდა. ამიტომ ყოველ ჯერზე ახალი ტექსტურის დახატვის საჭიროება არ იყო. განათების სიმულაციის კიდევ ერთი გზა ეგრეთ წოდებული vertex color-ი, ანუ წვეროების ფერის გამოყენება. vertex არის სამგანზომილებიან სივრცეში წერტილი, პოლიგონის ნაწილი. სწორედ ასეთი წერტილების სიმრავლისგან შედგება სამგანზომილებიანი მოდელები. წვეროების ფერი არის პარამეტრის 3 მნიშვნელობით, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია ამ წერტილების ფერის განსაზღვრა და ამგვარად ობიექტის ფერის შეცვლა, რეალისტური განათების ილუზიის შექმნით. მარტივად რომ ვთქვათ, სამგანზომილებიანი სივრცის განათება შეიძლება წვეროების ფერების წყალობით. მაგალითად, Spyro the Dragon-ში vertex color გამოიყენება არა მხოლოდ დეკორაციების განათების იმიტაციისთვის, არამედ Skybox-ის განათებისთვისაც. Animal Crossing-ის დეველოპერებმა Nintendo 64-ისთვის მთელი ლანდშაფტი ერთ დიდ ტექსტურად დახატეს, რომელზეც ზემოდან დახატული იყო უსწორმასწორო ზედაპირები და ორმოები. ანუ რესურსების ეკონომიის მიზნით დახატულია ერთი დიდი რუკა და დაფიქსირებული კამერის პირობებში, როდესაც ერთი რაკურსიდან უყურებთ გამოსახულებას, გონიათ, რომ გამოსახულება მოცულობითია, ხოლო მაღლობების იმიტაციისთვის უჩინარი კედლებია ჩასმული. თითქოს და პერსონაჟს სჭირდება შემოვლითი გზის პოვნა გორაკზე ასასვლელად. სათამაშო ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად თამაშებში გრაფიკა გაცილებით უკეთესი გახდა, ხოლო პერსონაჟების მოდელები ფოტორეალიზმს მიუახლოვდა. მაგრამ ნებისმიერი პროგრესი წარმოშობს ნოსტალგიას წარსულზე. სწორედ ასე გაჩნდა ნოსტალგია PlayStation პირველის ესთეტიკის მიმართ, რადგან დეველოპერებმა დაიწყეს ახალი თამაშების სტილიზაცია დაბალ პოლიგონიან რეტროში და თანამედროვე 3D პროექტების დიმეიქების შექმნაც კი. დიმეიქი რიმეიქის სრული საწინააღმდეგოა. რიმეიქი გულისხმობს ძველის გაახლებას, ხოლო რიმეიქი მიზნობრივად ახალის გაუარესებას. დიმეიქი თანამედროვე თამაშის გადამუშავებაა, ფანატების მცდელობა წარმოიდგინონ, როგორი იქნებოდა ის 90-იანების ან 2000-იანების წლებში PlayStation პირველზე, Sega Dreamcast-ზე ან მაგალითად Game Boy-ზე. ჩვეულებრივ ეს არის ნიშური, სახლის პროექტები, რომლებიც პირველ რიგში საკუთარი თავისთვის იქმნება. ბევრი თანამედროვე დეველოპერი PlayStation პირველის თამაშებზე გაიზარდა და სტილიზაცია მათთვის ერთგვარი სიყვარულის წერილია, ბავშვობის თამაშებით აღფრთოვანების გამოხატვის საშუალება. PlayStation პირველის და სხვა სისტემების გამოსახულებას პირველ რიგში სწორედ ის მერყევი ობიექტები და დეკორაციები განასხვავებს, რაც თამაშის ვიზუალურ ნაწილს უფრო ატმოსფერულსა და ფსიქოდელიურს ხმნის. თანამედროვე დეველოპერები, რომლებიც რეტრო სტილიზაციის მქონე თამაშებზე მუშაობენ, PlayStation პირველის ეპოქის სხვადასხვა ეფექტის შესაქმნელად სხვადასხვა ინსტრუმენტებს და ხრიკს მიმართავენ. დღეს ეს უფრო გამარტივებულია. არსებობს უკვე მზა შეიდერები ძრავებისთვის, რომლებიც იყიდება Unity-სა და Epic-ის კონტენტ მაღაზიებში. მაგალითად, Retro 3D Shaders Unity-სთვის. ის დამოუკიდებლად ამსგავსებს გამოსახულებას PlayStation პირველის გრაფიკას და არ საჭიროებს ხმა პარამეტრებს. ასევე Retro 3D მარტივად ახდენს გამოსახულების ადაპტირებას IDTech პირველისა და IDTech მეორის ძრავების სპეციფიკასთან. ყველა ვინც თამაშობდა PlayStation პირველზე და თუ გინდ 2-ზეც დამეთანხმება, რომ გრაფიკა ეს არა ერთადერთი რაც იმ ძველ თამაშებს ახასიათებდათ. მათ ძირითადად პრობლემები ჰქონდათ კონტროლზე.
ეგრეთ წოდებული ტანკური კონტროლის მეთოდი. იგულისხმება კონტროლის სირთულე. მაშინ, როდესაც პირველი სამგანზომილებიანი თამაში გამოდიოდა, არ იყო ერთიანი სტანდარტი იმისა, თუ როგორ უნდა მართოთ პერსონაჟი ეკრანზე და რომელი ღილაკი თუ სტიკი რაზე იყო პასუხისმგებელი. Remake-ის შემქმნელები ამ დეტალის გამეორებასაც ცდილობდნენ სრული ავთენტურობისთვის. აქვეა ჩატვირთვის ეკრანები, რომლებიც აუცილებელი იყო დიდი ლოკაციების შექმნისთვის. ისინი სეგმენტებად იყოფოდა და თამაში მათ შორის გადასვლისას ნიღბავდა მათ კარების გაღების ან კიბეზე ასვლის ანიმაციით. ამის გამეორებასაც ცდილობენ. PlayStation პირველის ეპოქაში ასეთი გადასვლები თითქმის ყველა ჰორორში იყო, რადგან კონსოლს ორსიჩქარიანი წამკითხველი ჰქონდა და დისკიდან მონაცემების დასაკითხად რამდენიმე წამი სჭირდებოდა. ჩატვირთვის დასამალად წინასწარ ჩაწერილი ვიდეო ირთვებოდა, როგორც მაგალითად პირველ Resident Evil-ში, სადაც კარი იღებოდა, მაგრამ ეს ხერხი არამხოლოდ ლოკაციებს შორის გადასვლას მალავდა, არამედ ატმოსფეროზეც მუშაობდა. კარს მიღმა ყველაფერი შეიძლება იყოს დამალული და ეს მოთამაშეებს სტრესში აგდებდა. Retro ესთეტიკას ავსებს ასევე CRT მონიტორის ეფექტი. სწორედ ასეთი დეტალების დამატება ქმნის გამოსახულებას უფრო დამაჯერებელს და აღვიძებს მოთამაშეში შინაგან ბავშვს. ეს საჭიროა არა მარტო ვიზუალური ნაწილის სტილიზაციისთვის, არამედ საჭირო განწყობის შესაქმნელად. მე remake-ებთან ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. ერთ მხრივ ხიბლავს ის შრომა, ენთუზიაზმი და სიყვარული, რომელიც მათი შექმნისთვის არის საჭირო, მაგრამ მეორე მხრივ არ მგონია ეს იყოს საკმარისი, რომ მე დავჯდე და ჩემი დრო დაუთმო მათ. თუმცა დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი თანამედროვე თამაშის დიზაინისა და მართვის სისტემების მქონე თამაშებს, ოღონდ რეტრო სტილისტიკაში. ასეთებია მაგალითად Shovel Knight-ი და Stellaria. თუ დაგაინტერესათ remake-ები და მოგინდათ მათი თამაში, სამწუხაროდ კონსოლებზე შეუძლებელია მათი გადმოწერა, მაგრამ თუ გაქვთ მინიმალური სიმძლავრის კომპიუტერი, Steam-ი და მისი ჯამი. გთხოვთ მოიწონოთ ეს ვიდეო, დაწეროთ თქვენი აზრები ამის შესახებ, ან იდეები ახალი ვიდეორგოლებისათვის. მე თქვენს კომენტარებს ვკითხულობ და ვცდილობ ყველას უპასუხო. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.